მათი ესე იგი განმონაშთიდან ყვანი ძვლებიდან ხერხდება ესა და რუსული ენა მათი მეშვეობით გახდა შეძულებული ასე ვთქვათ ქართველების ახალგაზრდობას ეხლა და მინდა ვთქვა რომ ახალგაზრდობა უნდა იყოს იმის მოტივატორი რომ უფრო აი დაბალ პასალებს ასე ვთქვათ ეხლა დაწყებით სწავლებს ხო შეუქმნათ ესეთი სიტუაციები როდესაც მათ მოეწონათ ეს და უფრო დაინტერესდნენ და ისწავლონ განაწილებული სწავლა და მიხვდნენ იმას რომ ეს აუცილებელია და ამის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. ელემენტარულად თქვათ გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე საქართველოსი კავკასიის ერთ-ერთი ქვეყანა ვარ ჩვენ და კავკასიაში ძირითადად არის რუსული ენა სალაპარაკო ენა. აქედან გამომდინარე ქართველებს ნებისმიერ ქართველმა უნდა იცოდეს რუსული ენის მნიშვნელობა ამ ქვეყნისათვის. ასევე წარსულიდან გამომდინარე რუსეთთან კავშირიდან გამომდინარე ერთმომწმინდე ქვეყნები ვართ ორივე და აქედან გამომდინარე რუსული უნდა იცოდეს ქართველ ადამიანებს. ასევე უნდა შევეხო პიონერულ სამხრეთ ოსეთი რომელიც ოკუპირებულია რუსების მიერ იქ ფაქტობრივად შეუძლებელია ქართულად როდესაც გადავდივართ რაღაცა საზღვარზე შეუძლებელია ფაქტობრივად ქართულად გასაუბრო იქავა მცხოვრებ ადამიანებს. ამიტომ უნდა შევიდოთ მათთან კონტაქტი და ესე იგი ეს შეუძლებელია რუსული ენის გარეშე. და მეტი და თამამის ახალგაზრდობას უწოდებ რომ მიაქცია ყურადღება ამ ენას და არ იყვნენ აგრესიული ხო ამ ენის მიმართ თავარი და დაინტერესდნენ ამ ენით და გააგრძელონ ამ ენის სწავლა. Я думаю, что поэтому большинство современных школьников изучают именно его. Каждый образованный человек согласится с тем, что знание русского языка для всех и для нас, жителей Грузии, сейчас просто необходимо. Спасибо, Хатия. Прекрасно высказались. Я очень довольна вами. Слушаю тебя, Унисе. რატომ უნდა ვისწავლოთ რუსული და რატომ გახდა რუსული სწავლება მეორე პლანზე გადაწეული. პირველი რატომ უნდა ვისწავლოთ რუსული? რუსული იმიტომ უნდა ვისწავლოთ, რომ დღევანდელი საკომუნიკაციო საშუალებები, ტელევიზორები, კომპიუტერები, ტელეფონები ძირითადად არის რუსულ ენაზე აწყობილი და ეს ერთის მნიშვნელოვანია რუსული შესასწავლად. მეორე საკითხი, რატომ არ ვსწავლოთ ზოგადად ბავშვები რუსულს? ეს ხდება იმიტომ, რომ როგორც თამარმა აღნიშნა, ნაკლები არის მშობლისა და ბავშვის დაინტერესება. რუსული ენა უნდა ისწავლებოდეს თუ არა, ისე ძლიერ, როგორც ქართული ენა ქართველებისათვის. ჩვენ ქართველები ვართ და რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძირძველი ენა, ჩვენთვის განსაკუთრებული და საყვარლესი ენა არის ქართული და ჩვენ მას სამრამოში ვარაფიენებთ, მამული ენა და სარწმუნოება და ამას ვიცავთ. თუნდაც ჩვენი სისხლის ფასად და ამისი არაერთი მაგალითი არსებობს ჩვენს ისტორიაში. მაგრამ ეხლა ველაპარაკობთ ცოტა თერგდავალებზეც. როდესაც დაიწყო ქართულ რომანტიკოს მწერლობსა და რეალიზმის წარმომადგენელ მწერლებს შორის შუღლი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსული ენა უფრო წინ წამოიწია საქართველოში ერთი პერიოდი, როდესაც რუსიფიკატორული რეჟიმი იყო საქართველოში. მაშინ ჩვენ რა თქმა უნდა დავეთანხმებით, რომ რუსული ენა არ უნდა იყოს ქართული ენის წინ არ უნდა იდგეს, მაგრამ ლია ჭავჭავაძეს ის კი არ ვთქვია, რომ საერთოდ არ უნდა ისწავლებოდეს რუსული ენა. მან თქვა ერთი რაღაცა, რომ რუსული ენა ქვეყნის ამხრობა არც კრობა ენისაა. და რას ნიშნავს ეს? რომ ჩვენ ვინტერესებთ რუსებს და რატომ უნდა ვისწავლოთ ჩვენ ქართული ენა, მაგრამ ეს სულ სხვანაირად გაიგო ჩვენმა საზოგადოებამ და დღესაც ბევრს არ ესმის ამისი ნამდვილი შინაარსი. ილია ჭავჭავაძე და თერგდალეულები რუსეთში პეტერბურგში მიიღეს სწავლა-განათლება, რომ სწორი პასუხი გაეცათ ისევ ამ რუსებისათვის, რომ მათივე ხრიკებით, თუ რამე ხრიკები არსებობდა ჩვენს მიმართ, მათივე ხრიკებით გაეცათ პასუხები და ამომწერალო პასუხები გასცეს ამ თემასთან დაკავშირებით ამ პერიოდში, საუკუნეების წინ. ეხლა რატომ უნდა იყოს რუსული ენა, ვინ ფიქრობს, რომ უნდა იყოს რუსული ენა ქართული ენის წინ? რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ ვამტკიცებთ, ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რომ ქართული ენა არის ჩვენი ენა, მაგრამ რუსული ენაც არის ჩვენი ენა. ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რუსული ენა. თუ ჩვენ არ შეგვიძლია, რა თქმა უნდა, არ ვართ ის სახელმწიფო, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ქართულად ეთქმის თავისი საქმეები. და მაშინ ჩვენ რა უნდა ვქნათ? უნდა ვლაპარაკოთ ან რუსულად, ან სხვა საერთაშორისო ენებზე, ან რუსულად. რა არის ჩვენთვის გამოსავალი? იყოს მტრისათვის
გასაგები, იყოს საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გასაგები და იყოს მთლიანად კავკასიისათვის, ასევე ჩვენი ერისათვის გასაგები. უნდა ვილაპარაკოთ, რა თქმა უნდა, რუსულად, რადგან ყველა ამ შემთხვევაში რუსული ენა არის ერთადერთი გამოსავალი ქართველისათვის, რომ ყველა მთელი მსოფლიო მოიცვას მისმა საუბარმა და მთელი მსოფლიოს მიაწვდინოს თავისი ხმა. ასე რომ ჩვენ არ ვართ იმ აზრისა, რომ ქართული ენა უნდა გავივიწყოთ. პირიქით, ჩვენ ქართულ ენას ყოველთვის დავიცავთ და ჩვენი ენა არასოდეს არ ამოვარდება, რადგან შეუძლებელია მარიამ ღვთისმშობლის წილხედრი ქვეყანა დაიკარგოს და დაკარგოს მან თავისი ისტორია. ამიტომ არ ვამბობ, რომ ეს არის ჩვენი ვიღაცის აზრი არის ასეთი, მაგრამ ჩვენ არ ვეთანხმებით ამას. ჩვენ ვეთანხმებით იმას, რომ ქართული ენა არის ჩვენი უპირველესი ენა, მაგრამ რუსული ენა არის ასევე ის ენა, რომელიც ძალიან ჭირდება